გამარჯვება მეგობრებო, ყველას აბსოლუტურად გილოცავთ მერაბ დვალიშვილის ამ საოცარ სანახაობას მე პირდაპირ და ესე რადიკალურად ვიტყვი, რომ მერაბის ასეთი მაგარი ჩხუბი მე არ მინახავს, ყველასგან განსხვავებული იყო და რასაც ყოველთვის მისგან ვითხოვდი და ყოველთვის მსურდა, რომ ეს მეხილა, რომ როგორც ტრადიცია, მერაბს ჰქონდა ესეთი რაღაც ჩამოყალიბებული, რომ აუცილებლად რომ ეს შოუ დიდხანს გაგრძელებული იყო, ყოველთვის მიყავდა 5 რაუნდამდე ბრძოლა, ყოველთვის. და ამ შემთხვევაში, გული მომფხანა, რასაც ქვია, რომ დროზე ადრე დაამთავრა და ყოველთვის ამას ვითხოვ ხოლმე, რომ გაანადგურე რა, რაც შეიძლება მალე გაანადგურე და მით უმეტეს ეხა წინაპირობა, ვინც იცით ეხა და უყურებთ UFC-ს, კი იცით, რომ იქ რაღაც პრეს-კონფერენციებზე საოცრად შეცვლილი იყო ჩვენი ფერად თმიანი ომალა და მაშინ მანამდე პირველ ჩხუბამდე ძალიან დიდ გულობდა და მამლაყინწობდა და ასე შემდეგ, რომ ესე გიზამ, ისე გიზამ და რაღაცა და ეს მეორე ჩხუბის წინაპირობა რო იყო, გეხსოვებათ ყველას ალბათ, რომ როგორი თავშეკავებული იყო არც ერთი უზდელობა, ძალიან მოზომილი, მისგან რო შეუსაბამოა ჩვენთვის მეგობრებო, გაოცებული ვიყავი და აქედან გამომდინარე მერაბი პირიქით უფრო თამამი იყო და პირიქით ხუმრობები და ასე შემდეგ დასცინოდა და აქედან გამომდინარე ესე შეიცვალა როლები, მაგრამ მე სხვა რამის თქვა მინდა, რომ პირველი ჩხუბი არ მოგიგიაო, 3 მე მოვიგე, 2 შენო, მოკლედ მთელი ამბები, ისაო რა ქვია, მალები მაკლდაო, ფეხი მქონდა მოტეხილიო, ცალი ხელით გამოვედიო, თავი არ მედგაო მხრებზეო, მოკლედ 1000 სისულელეები მაშინ და ახლა რაღა სიტყვი, ახლა რაღა სიტყვი, ომალჯან, რა სიტყვი, არ ვიცი მეგობრებო, შოქში ვარ, ჩვეულებრივად აღფრთოვანებული ვარ, ესეთი ჩხუბი მით უმეტეს, რომ კი, ტეიქდაუნები ქონდა, რა თქმა უნდა და მისი სტიქია, მაგრამ დააკვირდით, რამდენი ხანი იყო მთელი ამ ბრძოლის განმავლობაში ფეხზე და მუშტიკრივი მიდიოდა. და მილიონჯერ რომ არ გამოუყენებია ეს შანსი, რომ დაეხჩო თავისი მოწინააღმდეგეები, არ ვიცი რა, როგორ მოუვიდა, მე მართლა გაოგნებული ვარ, სულმა წაძლია თუ არ ვიცი, იმიტომ რომ უარესი მდგომარეობიდან გაუშვია თავისი ოპონენტები, უარესი და ერთ ჩხუბში ალბათ 5-6 ჯერ ქონია ამ დახჩობის შანსები, მაგრამ უშვებდა, ჩვეულებრივად უშვებდა და ამაზე ვგიჟდებოდი რა, ძალიან ნერვი მეშლებოდა და ახლა მოგუდა, ჩააქვესკნელა, ჯერ როგორც ცემა და მერე კიდე დაახჩო, ყოჩახ, პირველად ვნახე მისგან ესეთი შეცვლილი სტრატეგია და არ ვიცი მეგობრებო, ამ კაცს ჯერ დაბერების და მით უმეტეს კარიერის დასასრულისკენ რა ეტყობა, ამან კიდე არაერთხელ უნდა გაგვახაროს და მე მგონი, რომ დამთავრდა უკვე ყველაფერი, ომალას არაფერი სათქმელი აღარ აქვს და ეხა რა ფრათაც უნდა იმ ფრად შეიღებოს თმები და ვისაც უნდა იმას ეჩხუბოს. მერაბამ ყველა ტოტი მოუჭრა, ყველა ტოტი, მორჩა ყველანაირი კითხვის ნიშნები და ასე შემდეგ. ყოჩახ მერაბ, უამაყესი ვარ, ისე მაგრა იჩხუბე, რომ არ ვიცი მეგობრებო რა, არ ვიცი, ამაზე მეტი არ ვიცი. ეს იყო თან ჭიდაობა, თან ყბაში ლაწა, ლუწი, ყველანაირ კომპონენტში გამოაჩინა დღეს თავი, რომ ჩხუბი უნდა ასე რომ ეს ერთი და კიდე სხვა მრავალი მერაბ კიდევ ბევრჯერ უნდა გაგვახარო.
რა ვიცი, კიდე რა შეიძლება ამ ჭუბზე ვთქვა, აღარაფერი მეგობრებო, ჩვეულებრივად დედა უტირა, რასაც ქვია, დედა უტირა. ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო. ახლა კი გადავიდეთ ფეხბურთზე და სანამ ჩვენ ნაკრებზე ვილაპარაკებ, მანამდე მოგეხსენებათ ერთა ლიგის ნახევარფინალები იყო გერმანია, პორტუგალია და რა თქმა უნდა მე პორტუგალიას ვქომაგობდი და 1-2 მორჩაიცით და მეორე დღეს იყო ზესაოცრება ესპანეთი, საფრანგეთი მეორე ნახევარფინალი და ჰოი საოცრება მართლა. ეს რა მოხდა მეგობრებო? ეს ვინც უყურეთ ამ თამაშს, ეს დაუჯერებელია. უბრალოდ აი ამ ბოლო ხანებში რასაც ფეხბურთს უყურებ, ესეთი სპექტაკლი არ ვიცი. ვინ დაიჯერებდა და ვინ არა, საფრანგეთისგან მით უმეტეს ესეთ თამაშს არ ველოდი თავიდან, ესეთ სուთ თამაშს. ესე იგი 22 წუთზე ნიკო ვილიამსმა გაიტანა ბურთი, მერე 25-ზე მერინომ შეაგდო მეორე ბურთი, 54-ზე იამალმა შეაგდო მესამე ბურთი, 1 წუთში მერე კიდე პედრიმ 4-0 გახადა და 59 წუთზე ბაპემ გაიტანა პენალტი 4-1, მერე მოდის 67 წუთი ისევ იამალი 5-1 და აქ იწყება არ დავიწყება. ბრავო საფრანგეთი. აი ბრავო. ეს რამხელა ჰანდიკაპის მიცემაა და ეს როგორი თამაშის მოტრიალებაა, ესე ადვილი ხო არ არის მით უმეტეს ესპანეთთან. ეხა ისე მოეშვა ესპანეთი რომ ჭკუა გონება დაკარგეს და იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, არა, საოცრება ჩაიდინა საფრანგეთმა და 79 წუთზე გახადა 5-2, 94-ზე 5-3 ვივიანმა თავის კარში შეაგდო და 93 წუთზე 5-4 და მეგობრებო, აი ვისაც რა თქმა უნდა ჩემნაირი ფიქრი ჰქონდათ და მართლა ესეც იქნებოდა, აი კიდევ სულ რამდენიმე წუთი და საფრანგეთი აუცილებლად გაუთანაბრებდა. აი აუცილებლად უბრალოდ უკვე დამატე 97-98 წუთი გაგრძელდა თამაში და აი სულ ცოტა და მეხუთე ბურთს შეუგდებდა და ეს რისი ბრალი იქნებოდა, არ ვიცი. ესპანეთმა ესე ცუდად ითამაშა მერე, არა. უბრალოდ საფრანგეთი თავზე მაღლა დადგა და ფეხბურთი ითამაშა. მით უმეტეს კიდევ ძალიან ბევრი მომენტი გააცუდა საფრანგეთმა და ბრავო ამ თამაშს, მართლა ბრავო. ეს იყო სანახაობა, ეს იყო სპექტაკლი. აი უცბად მაინტერესებს, არ მინახავ სპეციალურად და ვინ რა შეფასება მიიღო და იამალმა მიიღო 8-7, ბაპემ 7-7 და კიდევ ნიკო ვილიამსმა 8-3 მიიღო, ყველაზე დიდი რაც შეიძლება ყოფილიყო იამალის შემდეგ, მერინო 8-2, დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივად. მოკლედ აი ეს თამაში რო არ განმეხილა არ შეიძლებოდა, საოცრება იყო მართლაც, აი კაი ხანი რო არ დამავიწყდება და ახლა გადავიდეთ რაც ყველაზე მთავარია საქართველოს ნაკრებზე, რომელიც ხდებოდა ფარერის კუნძულებს. არ ვიცი მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში, კი ბატონო, ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ თამაშთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არ იყო პრინციპული თამაში და ეს არ იყო რაღაცა ის რაც შეიძლებოდა მოგვეთხოვა ჩვენი ნაკრებისთვის, თუმცა ფარერის კუნძულებია რა. კი ბატონო, ფარერის კუნძულები წლების წინ რაც იყო ის აღარ არის, რა თქმა უნდა, უფრო მძიმე გუნდია. ბევრი რაღაც ისწავლეს, შეტევაც ისწავლეს, რაც მე ვნახე, ძალიან წავეთაც გვიტევდნენ ხოლმე, იქ ლორიამ გვიხსნა არაერთხელ. ამიტომ მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ამ თამაშით. კი, რა თქმა უნდა, მეორე შემადგენლობა იყო
და აუცილებლად უნდა მისცემოდა შანსი მეორე შემადგენლობას, თავისთავად ეს ძალიან სწორია, მაგრამ რას ვერ ვიჯერებ, იცი მეგობრებო, რომ ფარერები ესე როგორ გაძლიერდა, რომ ჩვენ დაგეშილ ცვლილებაზე მყოფ ფეხბურთელებს ამხელა წინააღმდეგობა გაუწია. არ მჯერა ამის რა. უბრალოდ მე იმაზე მწყდება გული, რომ რა თქმა უნდა ძირითადი ფეხბურთელები არავინ არ იყვნენ და მით უმეტეს ხო, როცა შენ სათადარიგოთა სკამზე ხარ და მე გეძლევა შანსი რომ დაამტკიცო ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ყველაფერი, არ ვიცი. ლოჩოშვილმა მე-9 წუთზე რო გაიტანა, მეთქი აი ისეა ყველაფერი როგორც მე გამიხარდება მეთქი და ეგ იყო და ეგ მეგობრებო, ეგ იყო და ეგ. ასე რომ ძალიან უკმაყოფილო ვარ, აი ძალიან უკმაყოფილო ვარ, თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. ეხლა კაბო ვერდესთან რას იზამენ, თუ იგივე შემადგენლობა იქნა, არ ვიცი. ან რომელი ჯობია კაბო ვერდე თუ ფარერების კუნძულები, არ ვიცი. ორივე ერთმანეთზე გადასაბმელი გუნდია და გადასაგდები, მაგრამ ეს იყო კარგი პლაცდარმი და კარგი საშუალება, რომ ამოგვეტენა და იმ სათადარიგოებს გაელაღათ და ეჩვენებინათ საუკეთესო თამაში და უბრალოდ გოლები გაეტანათ. ხო? ესეთ თამაშებში გოლები უნდა გაიტანო, აბა ეხლა სხვა რა უნდა გააკეთო, ხო? მაგრამ ნურას უკაცრავად ერთადერთი ლოჩოშვილის მე-9 წუთზე გატანილი გოლი აღმოჩნდა მთელი ამბავი. არ ვიცი რა, აი ძლივს ვუყურე მე, ამის მერე ძლივს ვუყურე. კი რა თქმა უნდა იყო მომენტები, მაგრამ არ ვიცი თქვენ სიამოვნება მიიღეთ თუ არა ამ თამაშისგან, მაგრამ მე ბოდიში პირიქით ძალიან გავღიზიანდი, რომ მეტი ვერაფერი ვერ შევძელით. აი სულ 15 დარტყმა განვახორციელეთ, 6 ზუსტი, იმათმა 6 მთლიანობაში, 3 ზუსტი, 6 კუთხური 3-ზე, პასების მაჩვენებელი 642, იმათი 369. კი ბატონო, თამაშგარე 1-0-ზე და ჯარიმები 6-5-ზე. კი ბატონო. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ყოველივე საუკეთესო უნდა ვუსურვოთ კაბო ვერდესთან, მაგრამ ესეთ თამაშებში ყოველთვის მე ორიენტირი მაქვს იმისკენ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ამოტენოს ისეთი ბარიერის გუნდი, როგორიც არის ფარერები, რა ვიცი, აქ კაბო ვერდე და მსგავსნი კიდე. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი წინა თამაშის აი ამ ძალიან მოკრძალებულ ანგარიშს აღარ გაიმეორებენ და დღეს გაასამმაგებენ ჩვეულებრივად. აი ამას ვითხოვ მეგობრებო. სამმაგი, რაც წინა თამაში გავაკეთეთ, სამმაგი უნდა გავაკეთოთ კაბო ვერდესთან. იმედია მეთანხმებით, იმედია მადა ჭამაშიო, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ესეთი შანსები. რა თქმა უნდა, მოსამზადებლად ძალიან კარგია ეს ყველაფერი, სერიოზული თამაშების წინაპირობად. ამიტომ ნახოთ მეგობრებო, რა იქნება და რაც შეეხება დღევანდელ თამაშებს, მესამე ადგილზე გერმანია, საფრანგეთი, აქ საფრანგეთს გულშემატკივრობ ცალსახაა ეს ყველაფერი და ფინალში კიდე პორტუგალია, ესპანეთი, ალბათ ესპანეთი მოიგებს. ასე მგონია. ნახოთ, ბურთი მგვალია, რა იქნება და როგორ იქნება და შევხვდებით მეგობრებო ძალიან მალე. აბა დროებით და კეთილი სურვილებით გემშვიდობებით.